პრეისტორიული დედამიწა დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო ქაოტური გახლდათ. ამ ქაოსის მიზეზი კი ძირითადად ბუნებრივ პირობებზე მეტად ცოცხალი არსებები იყვნენ. აფრიკის კონტინენტი თანამედროვე დედამიწაზეც გამოირჩევა ძალიან სახიფათო პირობებით, თუმცა იყო დრო, როცა ამ კონტინენტზე აფთრებზე და ლომებზე ბევრად უფრო საშიში არსებები ბინადრობდნენ. როგორც მიხვდით, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვიმოგზაურებთ პრეისტორიულ აფრიკაში და ვეცდებით შევადაროთ ის თანამედროვე აფრიკის კონტინენტს. თუ დროში რამდენიმე მილიონი წლით უკან ვიმოგზაურებთ აფრიკას ვესტუნობით, დიდი ალბათობით კონტინენტს საერთოდ ვერ ვიცნობთ. იქ არ დაგვხვდება არც ერთი თანამედროვე ქალაქი. რაცა უნდა გასაკვირი იყოს, ვერც უდაბნოს ვნახავთ და არც აკაციის ხეებით გადაჭედილი სავანა შეგვხვდება სადმე. სამაგიეროდ აფრიკის კონტინენტი გამოირჩეოდა ხშირი ტროპიკული ტყეებით, დაუსრულებელი ველებით, რომლებიც ხშირად იტბორებოდნენ და უდიდესი მდინარეების სისტემებით. რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ეს ყველაფერი ნელ-ნელა იცვლებოდა. გაიარა ცარცულმა, მიოცინის და პლაისტოცინის ეპოქებმა. და რა თქმა უნდა, ყოველი ეპოქის ცვლილებას პლანეტაზე და კონტინენტზე ახალი ტიპის სიცოცხლე მოჰქონდა, რადგან პირობების მკვეთრი ცვლილება ყოველთვის იწვევს ახალი სახეობების აღზევებას. ახალი სახეობების აღზევება კი, რა თქმა უნდა, ძველი სახეობების გადაშენებას ან ჩანაცვლებას იწვევს. ამიტომ ალბათ უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ იმ არსებებიდან, რომლებზეც დღეს ვილაპარაკებ, ზოგი ასობით მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და ზოგი რამდენიმე მილიონი წლის წინ გადაშენდა. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ აფრიკის კონტინენტზე ცხოვრება არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა მარტივი. აბსოლუტურად ყველა ერა გამოირჩეოდა ბუნების სიმკაცრით და ბრუტალური კონკურენციით. ეს ისეთი ეკოსისტემა იყო, სადაც შეცდომები არავის არ ებადიება. უკანურმა აქტივობებმა და კლიმატის ძალიან სწრაფმა ცვლამ აფრიკის ეკოსისტემაში რამდენიმე გადატრიალება გამოიწვია. ზოგ ეპოქაში კონტინენტი დაფარული იყო ხშირი ტროპიკული ტყეებით, რაც უზარმაზარი რეპტილიებისთვის საცხოვრებლად და გასამრავლებლად იდეალურ პირობებს ქმნიდა. სხვა ეპოქები პირიქით სიმშრალით და დიდი ველებით გამოირჩეოდნენ, რამაც ამ პერიოდებში ძუძუმწოვრების აღზევება გამოიწვია. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ასეთ გაუსაზღრის პირობებში კვების ჯაჭვის სათავეში ყოფნა შეძლებდნენ ყველაზე კარგი ადაპტაციის მქონე და ყველაზე ძლიერი ცხოველები. ამ ყველაფერმა კონტინენტზე გამოიწვია აბსოლუტური მტაცებლების გაჩენა. ისინი იყვნენ ცხოველები, რომლებიც არაფერს და არავის არ უფრთხოდნენ და დღევანდელ ვიდეოში სწორედ ასეთ ცხოველებზე ვისაუბრებთ. ამასობაში პატარა ჩარტოს გავაკეთებ, მინდა გითხრათ, რომ დღეიდან აღზე იქნება ქისაჯის დონაციის ლინკი. ამ ბმულს ნახავთ როგორც ყოველი ვიდეოს აღწერაში, ასევე TikTok-ის ბიოში. ქისაჯის საშუალებას გაძლევთ, რომ უსაფრთხოდ და მარტივად დაეხმაროთ ფინანსურად არხს. ასევე შეგიძლიათ დასვათ კითხვები, რომელსაც აუცილებლად უპასუხობ ვიდეოს ბოლოს. კომენტარი რომ საწეროთ მაინც ვპასუხებ, მაგრამ თუ არხის დახმარება გინდათ, ესეც შეგიძლიათ. უბრალოდ ამ კითხვებს ვიდეოშივე ვუპასუხებ და სურვილი მაქვს, რომ დავაწესოთ რაღაცა თანხა და აგროვების შემთხვევაში რამე კარგი გავაკეთოთ. ამ ეტაპზე დარბაზის აბონემენტის გაუმწერებში გათამაშების მეტი ვერაფერი სხვა იდეები თუ აქვთ კომენტარებში გეოდებით და მეც თავს აღარ შეგაწყენთ. აბსოლუტური მტაცებლის ცნება შეიძლება ძალიან ბევრნაირად აიხსნას, მაგრამ მაინც ბოლოს მივალთ იქამდე, რომ ეს არის ჩვეულებრივი სიკვდილის მანქანა, რომელიც არც ერთ სხვა ცხოველს არ უფრთხის. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეპოქებში მტაცებლებს ექნებოდათ სხვადასხვა უპირატესობები და სიზუსტეები. ერთადერთი ის ჰქონდათ საერთო, რომ თავიანთ დროში დაუმარცხებლები იყვნენ. ამიტომ ასე ზოგად ლაპარაკს ჯობია ისინი ინდივიდუალურად განვიხილოთ. აფრიკის კონტინენტის მტაცებლების ისტორია არც მეტი არც ნაკლები დინოზავრების ხანიდან იწყება. ამ ხანის პირველი თვალშისაცემი კანდიდატი არის სპინოზავრი. სპინოზავრი გაბარიტებით ტირანოზავრებს აღემატებოდა, თუმცა მთლად ხმელეთის მტაცებელი ნამდვილად არ ყოფილა. სპინოზავრი წყალში ცხოვრებისთვისაც ძალიან კარგად იყო ადაპტირებული. რეალურად ალბათ უმეტეს დროს მდინარეებში ატარებდა. ის გამოირჩეოდა ზურგზე აფრისებრი გამონაზარდით და ნიანგის მსგავსი ყბებით. მას ჰქონდა ძალიან მჭრელი კბილები, რომლებიც მეცნიერების ვარაუდით ძირითადად თევზის საჭმელად იყო განკუთვნილი. სპინოზავრი ხმელეთზე ანგარიშგასაწევი ძალა იყო. კონტინენტის კიდევ ერთი მოაკვდინებელი დინოზავრი გახდათ კანკაროტონტოზავრი. მას სახელი მისი ზვიგენისებრი კბილების გამო შეარქვეს. ეს უზარმაზარი რეპტილია ტირანოზავრ რექს არც ყბის ძალით და არც ზომით არ ჩამოვარდებოდა. მას შუაცარცულ პერიოდში ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე ფაქტიურად კონკურენტი არ ყოლია. ცარცული პერიოდის კიდევ ერთი სიკვდილის მანქანა იყო დელტადრომეუს აჯილისი. ეს მტაცებელი ჩვენი ვიდეოს სხვა არსებებთან შედარებით საკმაოდ პატარა იყო. თუმცა მისი მთავარი უპირატესობა ზომა არ ყოფილა. აჯილისი არანორმალური სისხლდიდა და ჩასაფრების უნარით გამოირჩეოდა. კვების ჯაჭვის სათავეში ის მაინც არ ყოფილა. არც ბაჰარიაზავრი არ უნდა დაგვაუწყდეს. ეს იყო უზარმაზარი თერაპოდი, რომელიც სპინოზავრის და კარკაროდონტოზავრის დროს ცხოვრობდა და სავარაუდოდ სხვადასხვა დროის მონაკვეთებში ამ ორთან კონკურენციაც უწევდა. ეს დინოზავრი შედარებით ნაკლებადაა გამოკვლეული, თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო. პრეისტორიულ აფრიკას არც წყალქვეშა მტაცებლები არ აკლდა. ამის კარგი მაგალითი სარკოსუგუსია. წარმოიდგინეთ დღევანდელი ნილოსის ნიანგის უდიდესი ნათესავი, რომელიც სიგრძეში 9.1 მეტრამდე იზრდება და რომლის თავის ქალაც 1.8 მეტრს აღწევს. ის დიდი ალბათობით წყალთან ზედმეტად ახლოს მისული დინოზავრებით იკვებებოდა. მისთვის ხვერპლის მოსანადირებლად წამიერი შეცდომაც კი საკმარისი იყო.
მდინარეებსა და ტბებში ნიანგების გარდა შევხვდებოდით ონქოპრისტის ნუმიდუსსაც. ეს იყო არსება გრძელი ხერხისებრი დრუნჩით და ძალიან ჭრელი კბილებით. აფრიკის კონტინენტი როგორც ხმელეთზე ისე წყალში ძალიან ქაოტური იყო. ეს არსება კი წყალში ქაოსის ერთ-ერთი მიზეზი გახდათ. მოდით დინოზავრებს თავი გავანებოთ და ძუძუმწოვრების ეპოქაზე გადავიდეთ. აფრიკა იმედებს არც აქ გვიცრუებს. მაგალითად, დინოფელისი და მეგატერიონი ხბალკბილა კატები იყვნენ, რომლებიც კონტინენტზე პლეისტოცინის და პლაიოცინის პერიოდში ბინადრობდნენ. ეს კატები დიდი ალბათობით ადრეულ ჰომონიდებზე და დიდ ბალახის ჭამნელებზე ანუ ჰერბავორებზე ნადირობდნენ, რაშიც მონაცემები ნამდვილად ხელს უწყობდათ. ჩაზმაპორტედეშნი ტიტულა იყო აფთრის მსგავსი კანიდი, ანუ ზაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. ის გენეტიკურად ხილთან უფრო ახლოს იყო ვიდრე დღევანდელ აფთართან. მისი ნადირობის ტაქტიკა ძირითადად სირბილთან და გამძლეობასთან იყო დაკავშირებული. ის მსხვერპლს დაღლამდე მისდევდა. ბოლოსთვის კი მოვიტოვეთ გიგანტოფის გარსტინი, ანაკონდას მსგავსი უზარმაზარი გველი, რომელიც 9 მეტრამდე იზრდებოდა სიგრძეში. მოკლედ, ასე თუ ისე მე მგონი, სხვადასხვა დროის პრეისტორიული აფრიკის ეკოსისტემაზე ოდნავი წარმოდგენა შევიქმნით. ახლა კი განვიხილავთ არანაკლებ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ეხება მტაცებლების აღზევებასა და განადგურებას. და არა მარტო მტაცებლების. პრეისტორიული აფრიკის ყველაზე მომაკვდინებელმა მტაცებლებმაც კი არ იცოდნენ თუ რას უმზადებდა მათ პლანეტა. შეიცვალა კლიმატი, გაქრა კონკრეტული ჰაბიტატები და გადარჩენის წესები ფაქტიურად თავიდან დაიწერა. კონტინენტური ფილების ერთმანეთისგან გამოყოფამ ასევე სახეობების ფრაგმენტაციას გამოიწვია. ერთ დროს ტენიანი ადგილები, რომლებიც გიგანტურ ეკოსისტემას უჭერდნენ მხარს, სრულიად დაშნენ. მსხვერპლის ცხოველების ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ადაპტირდა ან შეიცვალა. მსხვერპლის სახეობების გადაშენებას, რა თქმა უნდა, მტაცებლების გაყვნენ, ვინაიდან და რადგანაც მათ სხვა საკვები უბრალოდ არ ჰქონდათ. თუმცა როცა ერთი ტიპის სიცოცხლე მიდის პლანეტიდან, მას აუცილებლად სხვა ანაცვლებს. ამ შემთხვევაში ცარცული პერიოდის რეპტილიები ძუძუმწოვრებმა ჩაანაცვლეს. ზოგი ამ წინადადების ინტერპრეტაციას აკეთებს არასწორად და ფიქრობს, რომ ძუძუმწოვრები უცებ არსაიდან გამოჩნდნენ და ჩაანაცვლეს დინოზავრები. სიმართლე კი ის არის, რომ ძუძუმწოვრები დინოზავრების დროსაც არსებობდნენ, ძირითადად ადრეული ჰომონიდების სახით. უბრალოდ ეს ძუძუმწოვრები დინოზავრების კონკურენციას ვერ უწევდნენ და წინა პლანზე მხოლოდ დინოზავრების დასუსტებისა და გადაშენების შემდეგ წამოიძიეს. მილიონობით წლით ადრე სწორედ ასე ჩაანაცვლეს დინოზავრებმაც მათი წინამორბედი ამფიბიები და როგორც სახეობა განვითარდნენ. სწორედ ამაში მდგომარეობს სახეობების აღზევებისა და გადაშენების პრინციპი და მისი საწყისი შეიძლება ძალიან მოულოდნელი მოვლენა გახდეს. დინოზავრებს რაც შეეხება, ასეთ მოვლენად ითვლება ასტეროიდის ჩამოვარდნა. თუმცა პლანეტებზე პირობები ხშირად ასტეროიდების გარეშეც ძალიან უცებ იცვლება. ამის კარგი მაგალითია გამყინვარება, რომელიც რამდენჯერმე მოხდა უკვე პლანეტაზე. ამ კლიმატური ცვლილებების დროს რა და როგორ ხდება, მე მგონი სხვა ვიდეოებში ბევრად უფრო კარგად მაგანხილული. კონკრეტულად კი იმ ნაწილებში, სადაც გამყინვარებაზე და დინოზავრებზე ვლაპარაკობ. მოდით ახლა დავუბრუნდეთ თემას. აფრიკის კონტინენტი დღეს ალბათ ყველაზე სახიფათო კონტინენტია ცოცხალი არსებების მხრივ. თუმცა თუ პრეისტორიულ კონტინენტებს გადავხედავთ, შეიძლება ყველაზე მოსაწყენადაც კი ჩაითვალოს. ამიტომ ველოდეთ უფრო ვრცელ, უფრო კარგად აწყობილ ვიდეოს მომავალში სხვადასხვა კონტინენტებზე, სადაც შედარებით უფრო ცნობილი მტაცებლები იქნებიან. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაჭირდა ამ ვიდეოს გადაღება, მაგრამ რახან ნათქვამი მქონდა აღარ გადავედი სიტყვაზე. ასთავარია დავბრუნდი და აცი გადავიღებ ჩვეულებრივად ვიდეოებს. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, ასევე დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი რა გინდათ რომ გადავიღოთ შემდეგში. ისედაც ბევრი იდეა, მაგრამ თუ დამიტოვოთ კომენტარს ძალიან გამიხარდებოდ. ასევე ვიდეოში ალბათ უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ქისაჭის მულის არის უკვე აღწერაში. ნახვამდის შემდეგ შეხვედრამდე.